მოგესალმებით. მე დავით ჟავანაძე ვარ, კორუფციის მკვლევარი. უпростоრად მდევარი, როგორც ეს ლეგენდარულმა დავით აქუბარდიამ მიწოდა მის გადაცემაში ერთ-ერთი სტუმრობის დროს. ცირომ ძალიან პოპულარული ხართ ხალხში, ძალიან პოპულარული ხართ და ესე ვთქვა, კორუფციის ისახართ მდევარი. კორუფციას უკვე თითქმის 8 წელია ვიკვლევ და ვამხელთ საქართველოში. მე კარგად მესმის როგორ მუშაობს ეს კორუფციული სისტემა. ვინ არის მისი შემოქმედი? რა სარგებელს იღებენ აქედან კორუმპირებული ჩინოვნიკები და რა ზიანი გვადგება ჩვენ რიგით ადამიანებს? ამ ქვეყნის უმრავლესობას. ჩვენს ახალ YouTube პლატფორმასაც ასე ქვია, უმრავლესობა. ამ პლატფორმაზე თქვენ მოისმენთ ქართული საზოგადოების ხმას, მის წუხილებს, საჭიროებებს, პრობლემებსა და ამ პრობლემების მოგვარების გზებს. მე როგორც გითხარით, კორუფციაზე მოგითხრობთ. კორუფციაზე, რომელიც სახელმწიფო სისტემის თითქმის ყველა რგოლში არის გამეფებული. კორუფცია, რომელიც ამ ქვეყანას და მისი მოქალაქეების უმრავლესობას მომავალს უსპობს და მხოლოდ მცირე ჯგუფის გამდიდრებას ემსახურება. კორუფციის არსი კარგად რომ გვესმოდეს, მის მცირე განმარტებასაც შემოგთავაზ. კორუფცია არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანი, რომელსაც გარკვეული ნდობა ან თანამდებობა აბარია, კანონს ან ეთიკას არღვევს საკუთარი თავისთვის ფულის, გავლენის ან სხვა სარგებლის მისაღებად. მისი ძირითადი ფორმებია: ქრთამი, ფულის აღება მომსახურების სანაცვლოდ, ნეპოტიზმი, ახლობლებისა და ნათესავების დასაგმება პრივილეგიით, სახელმწიფო სახსრების მითვისება, ხალხის ფულის პირადი მიზნებისთვის გამოყენება, ფავორიტიზმი, სახელმწიფო რესურსების ან გადაწყვეტილებების მიმართვა კონკრეტული ჯგუფების, მეგობრების ან პარტნიორების სასარგებლოდ, მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა. სახელმწიფოს მიტაცება, კორუფციის ყველაზე მძიმე ფორმა, როდესაც კერძო ინტერესების მქონე ჯგუფები, მაგალითად მსხვილი ბიზნესმენები, ოლიგარქები, ახდენენ გავლენას ქვეყნის კანონმდებლობაზე, პოლიტიკასა და სასამართლოზე საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით. კორუფციის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები თქვენთვის ძალიან ნაცნობია. ბოლოს და ბოლოს ხომ ლამის ყოველ დღე ვისმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს თუ როგორ აკავებენ მათივე გუნდის წევრ ბიზნესმენებს, ყოფილ ჩინოვნიკებს და საჯარო მოხელეებს, სწორედ კორუფციის ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფორმაში ჩართულობის ბრალდებით. თუმცა ამ სანახაობრივი დაჭერებისა და სხვა შოუს ელემენტების მიღმა გაცილებით დიდია ის სოციალური ზიანი, რასაც საქართველოში არსებული კორუფცია იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. ერთსაც აღნიშნავ, საქართველოში მეტწილად ხვდებით არა წვრილმან კორუფციას, რაც რიგითი საჯარო მოხელეების მიერ ყოველდღიურ ურთიერთობებში ქთამის აღებას გულისხმობს, არამედ ეგრეთ წოდებულ ელიტურ კორუფციას, რომელიც თავისი არსით კორუფციის ყველაზე მძიმე და მასშტაბური ფორმაა, რომელიც ხორციელდება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ამ დროს მაღალი თანამდებობის პირები, მინისტრები, დეპუტატები, მოსამართლეები ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას, არა წვრილმანი ქთამისთვის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის კანონებისა და რესურსების საკუთარი ინტერესების მოსარგებლად. როგორც აღნიშნე, უდიდესია კორუფციის გავლენა ადამიანების სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ის საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს ხრწნის, აუტანებს ხდის და ადამიანებს სასოწარკვეთილი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. სწორედ ასეთ ფაზას გადის ახლა ქართული საზოგადოების უმრავლესობა, ოლიგარქ ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი მცირე ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მიტაცებისა და მისი რესურსების დაპატრონების გამო. სწორედ ამის შედეგია საქართველოს ბოლო 30 წლიან ისტორიაში რეკორდულად დაბალი შობადობის მაჩვენებელი. ნამდვილად საგანგაშოა ის ტენდენცია, რაც ბოლო წლებში გამოიკვეთა და რის თანახმადაც საქართველოს ფაქტობრივად მომაკვდავ ერად არის გადაქცეული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად 2025 წელს საქართველოში 37867 ბავშვი დაიბადა, რაც ბოლო 30 წლის მინიმალური მაჩვენებელია. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 44319 ადამიანი, რაც დაბადებულთა რიცხვზე 6400-ით მეტია. 2025 წელს დაბადებულთა რაოდენობა 4.1%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებითაც, როდესაც 2024 წელს საქართველოში 39483 ბავშვი დაიბადა. თუკი შობადობის ტენდენციას ბოლო 6 წლის ჭრილში შევხედავთ, 2025 წელს 2020 წელთან შედარებით 18.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. ამ პერიოდში საქართველოში ჯამში 38276 ადამიანით უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. იცით 2020 წლიდან რატომ ვითვლი ამ მონაცემებს? იმიტომ რომ სწორედ ამის შემდეგ იწყება ჩვენი ეკონომიკის ის ორნიშნა ზრდა, რომელთაც ქართული ოცნება დღემდე ძალიან აქტიურად იწონებს თავს. სწორედ 2020-2025 წლებია, როდესაც თითქოს და საქართველოს ეკონომიკა აყვავდა. ყველას გაუსწრო განვითარების ტემპით და ქართველების ნანატრი ოქროს ხანა დაგვიდგა. თუმცა სწორედ ამ წლებში საქართველოსთან მუდმივ ემიგრაციაში 160,000 ქართველი წავიდა. მათი 85%-ით 15-დან 64 წლამდე შრომისუნარიანი მოქალაქეები იყვნენ. ესე იგი, მხოლოდ ამ წლებში საქართველოს მოსახლეობა თითქმის 200,000 ადამიანით შემცირდა. მასშტაბი რომ კარგად წარმოვიდგინოთ, ეს იგივეა, რაც საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ბათუმის ამჟამინდელი მოსახლეობა. წარმოიდგინეთ, უცებ რომ გავიღვიძოთ და ბათუმის მოსახლეობა მთლიანად გამქრალი იყოს. აი ეს მოხდა საქართველოში 2020-2025 წლებში. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ ისინი ტრადიციული ღირებულებების მიმდევრები არიან და რომ ქართულ იდენტობას იცავენ უცხო ძალების ჩარევისგან. სწორედ ტრადიციული ღირებულებების დაკარგვით ცდილობენ ახსნან თუ რატომ მცირდება შობადობა საქართველოში. ევროპის ნაწილში შობადობა
გვაქვს ძალიან მკვეთრი კლება და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ამას ვისაუბრებ პარლამენტშიც, მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში. ფიქსირდება 2014 წლიდან მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული და რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური. სინამდვილეში კი დაბალი შობადობა არ არის კულტურული პრობლემა. ეს არის სისტემის მიმართ უნდობლობისა და ბუნდოვანი მომავლის არსებობის შედეგი. ხალხი არ ენდობა ინსტიტუციებს, მის ხელისუფლებას. არის მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა. მზარდი რეპრესიები, მზარდი ფასები. სწორედ კორუფცია ის მთავარი მიზეზი, რაც ხალხში უნდობლობას აღვივებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კორუფცია აუარესებს განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხს. შესაბამისად, ოჯახები არა მომავლის დაგეგმას, არამედ გადარჩენასა და ქვეყნიდან გაქცევის მოდუსში გადადიან. ზოგადად, ბავშვის გაჩენა საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტიციაა. 20 წლიანი სტაბილურობის იმედი მაინც უნდა გქონდეს ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. საქართველოში კი ოლიგარქების მიერ მიტაცებული ხელისუფლების პირობებში მუდმივ პოლიტიკურ კრიზისში ვცხოვრობთ. არ არსებობს წელი და ლამის არ არსებობს უკვე თვე ახალი ძალადობრივი კანონი რომ არ მიიღონ. იცვლება ქვეყნის საგარეო კურსი. მცირდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. რეპრესიები სულ უფრო მძიმდება და უკვე ტროტუარზე დგომაც კი ციხით სრულდება. ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 82% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ხოლო 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდების 70% ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობდა. როდესაც ახალგაზრდა ემიგრაციაზე ფიქრობს, ის არ ფიქრობს ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე. ყოველ შემთხვევაში საქართველოში არა. ამას წინათ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყავალაშვილის ქართული ოცნების დეპუტატებმა სთხოვეს, რომ ის როგორც მრავალშვილიანი მამა, უშუალოდ ჩართულიყო დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საკითხში. ასევე მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს ეხება დემოგრაფიას. თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს პარლამენტი ამ მიმართულებით, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, მინდა ვთხოვო განსაკუთრებულად პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ განსაკუთრებულ მხარდაჭერას შეუქმნათ ჩვენ ახალგაზრდა ოჯახებს, რომ ახალგაზრდება შექმნან ოჯახები, იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე და მე არ ვიცი ზუსტად რა იგულისხმეს ყავალაშვილის უშუალო ჩართულობაში, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ მისი როგორც პოლიტიკოსის როლი ამ ყველაფერში აბსოლუტურად უარყოფითია. როგორც კაცის არ ვიცი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე, არაფერია იმაზე უფრო ანტიტრადიციული და ანტიქართული, ვიდრე კორუფციის გზით პირადი გამდიდრება და ამ ქვეყნის უმრავლესობისთვის ოჯახის შექმნისა და მისი გამოკვების შესაძლებლობის წართმევაა. რამდენიმე კვირის წინ დააკავეს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, რომელთანაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაგაბაღის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა. ამ ტენდერების საერთო ღირებულება 18 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 4 მილიონი ლარი მიისაკუთრეს და 4 ბაღის მშენებლობა საერთოდ არც დაიწყეს. დაჩენილი თანხით 12 ბაღის მშენებლობა მართალია კი დაიწყეს, მაგრამ არც ერთი არ დასრულებულა და ექსპლუატაციაში არ შესულა. თქვენ როგორ ფიქრობთ, 1550 ბავშვისთვის განკუთვნილი 16 ბაღის არაშენებისა და მისთვის განკუთვნილი მილიონობით ლარის მოპარვა ამ მუნიციპალიტეტებში შობადობას წაახალისებდა თუ პირიქით? როგორ შეიძლება იქ შობადობა გაიზარდოს, სადაც ბავშვისთვის განკუთვნილი ბაგაბაღიც კი ვერ შენდება? აი, ვანის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი ამის თვალსაჩინო მაგალითი. მუნიციპალიტეტი, სადაც ეხლა ვიმყოფები, მუნიციპალიტეტი, სადაც დავიბადე და გავიზარდე და მუნიციპალიტეტი, საიდანაც ბევრი თქვენთვის ცნობილი ქართველი არის წარმოშობით. 2015 წელს ვანში ცხოვრობდა 24000 ადამიანი. აქედან 10 წელიწადში ან 2025 წელს ვანის მოსახლეობა შემცირდა 25% და დღეს მხოლოდ 18000 ადამიანი ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტში. შემცირება მოსახლეობის მოხდა ორი მთავარი მიზეზით. ერთი ეს არის მასობრივი ემიგრაცია და მეორე ეს არის შემცირებული შობადობა. 2015 წლიდან 2025 წლამდე ვანში დაიბადა მხოლოდ 2400 ახალშობილი. ხოლო დაახლოებით 4000 ადამიანი გარდაიცვალა. ესე იგი ვანის მოსახლეობა ამ 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 1500 ადამიანი შემცირდა და ეს რომ იცოდეთ არის დაახლოებით ვანის საშუალო ზომის სოფლის, მაგალითად სოფელ ამაღლების, სოფელ სალხინოს ან სოფელ შვამთის მთლიანი მოსახლეობის ოდენობა. ანუ წარმოიდგინეთ, ბოლო 10 წელიწადში ერთი ამ სოფლის ოდენი მოსახლეობა მთლიანად გაქრა ამ რაიონიდან. გარდა ამისა, თუ 2015 წელს 375 ბავშვი დაიბადა ვანში, 2024 წელს დაიბადა 175. ესე იგი დაახლოებით 55%-ით შემცირდა ახალშობილთა რაოდენობა. ხოლო ვანში დღეს ცხოვრები 18000 ადამიანიდან
27%, ესე იგი დაახლოებით 4800 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს. ანუ მათ ყოველთვიურად ჭირდებათ სახელმწიფოსგან რაღაცა მინიმალური თანხა, იმისთვის რომ საჭმლის და წამლის ფული ქონდეთ. ერთი ამდენივე ადამიანი არის სოციალურ დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და ითხოვს, რომ ეს დახმარება მიიღოს. ოღონდ შეგახსენებთ, რომ ირაკლი ყობახიძემ არათუ ამ სიის გაზრდა, არამედ შემცირება დაანონსა სოციალურ დაუცველთა ბაზის საქართველოში, ხო, რაც მათ შორის ვანზეც აისახება. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ვანში 1200 ოჯახია ისეთი, რომელსაც საარსებო შემწეობა ჭირდება ყოველთვიურად და ერთი ამდენივე ოჯახების რაოდენობა ითხოვს ამ შემწეობას და მათ არ შეუძლიათ თვიდან თვემდე თავი გაიტანონ დამოუკიდებელი შემოსავლები. სხვათა შორის ვანიდან არის წარმოშობით სუსის ყოფილი უფროსი და ვანის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილიც, რომელიც ახლა ციხეში იმყოფება კორუფციის ბრალდებით. ის თავისი გუნდის წევრებმა დააკავეს რამდენიმე თვის წინ. მისი ერთ-ერთი ბრალი შეეხება იმას, რომ ის და მისი, ასე თქვა, დაქვემდებარებული, მისი ერთ-ერთი პროტეჟე ბაღებისთვის გამოყოფილი კვების ფულს იპარავდნენ და დაახლოებით რამდენიმე მილიონი ლარი აი ესე მოიპარეს და ჩაიდეს ჯიბეში, რომელი ფულის მოაკლდა ბავშვებისთვის, ბაღის ბავშვებისთვის გამოყოფილი საკვების რაციონს. ესე იგი, კაცი, რომელსაც უნდა დაეცვა ვანელების ინტერესები პარლამენტში, კაცი, რომელსაც უნდა დაეცვა ქართველების უსაფრთხოება და იყოს სუსის უფროსი. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს პარავდა რაციონიდან ულუფებს და ამით მდიდრდებოდა და იმდიდრებდა პირად ქონებას. და აი ეს არის პასუხი იმაზე, თუ რატო შემცირდა შობადობა, როგორც საქართველოში, აგრეთვე ვანში. აი გრიგოლ ლილუაშვილი არის სწორედ იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იყოს შენი ხალხის და შენი მშობლიური რაიონის მტერი, იმით რომ პირად ინტერესებს ანაცვალებდე აი ამ ოჯახების და აი ამ მაცხოვრებლების ინტერესებს და მათ კეთილდღეობას. ის რომ დღეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეშია, ეგ არ ნიშნავს, რომ სამართლიანობა აღსდგა. არა, ეს უბრალოდ ჩიდა კლანურ რომს შეეწირა და მისი ციხეში ყოფნის შემდეგაც ამ ქვეყანაში არც კორუფცია აღმოფხვრილა და არც შობადობის მაჩვენებელი გაზრდილა, არც ვანში და არც საქართველოში. მაგრამ ამ თემებზე ინფორმირებულობა და იმის გააზრება, რომ ჩვენ გვჭირდება აი ამ სოციალური უთანასწორობის მოგვარება და გვჭირდება მათ შორის ვანში ისეთი გარემო შექმნა, რომ აქედან ხალხი არ გარბოდეს, მოგვარებადი პრობლემაა. ოღონდ არა ამ პირობებში. საინტერესო იქნება გავიგოთ ვანელების აზრი, თუ რას ფიქრობენ, რატო შემცირდა შობადობა საქართველოში და შეერა თუ არა მათ იმ ბრალდებების, რაც გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გაჟღერდა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ცოლის სახში არ არის, ქმარის სახში არ არის და ვინ გააკეთებს ამ ბავშვებს? არც წერუები არ გვყავს ამდენი ბავშვები რომ მოგიყვანოს. ვანში არის პირობები, რომ აქ რაღაცა შვილები ყავდეს, ნორმალურად გაზარდო. რაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის, ეს არის ვანში, ყველგან გაჭირება არის. გაქცეულია ნახევარზე მეტი და რა. მაგის მიზეზი რა არის? უმშევრობა. ბევრი მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ბევრ სოფელში, მაგალითად არ არის საბავშვო ბაღი, მაგალითად პირველადი სამედიცინო დახმარებაც კი არ არის უფასო. ბავშვისთვის კი სასწრაფო თუ გადაუდებდათ გადაიყვანს მაგალითად ცილეწლოვან ბავშვს, მას აუცილებლად უწევს რაღაც პროცენტის გადახდა კლინიკაში, ისე იქიდან ვერ გამოვა. ასევე უმუშევრობის გამო საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც უნდა ერის გამრავლება უზრუნველყოს, გასულია ქვეყნიდან. რაიონში არ არის არანაირი ბლოკი, სამშობიარო ბლოკი და რა ვიცი, ამანაც შეიძლება განაპირობა. ეს ყველაფერი არის კორუფციის დონესთან დაკავშირებული? რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ყურადღების მიქცევა გჭირდება. კორუფცია რო გამეფებულია საქართველოში, ამაზე ლაპარაკი და მათ შორის ვანის რაიონში. სოციალურ მდგომარეობა ძირითადად და გაჭირება ახალგაზრდების განმათავისებლად გასვლა საზღვარგარეთ. არის სოციალური გამოწვევა. უმუშევრობა ძირითადად და ხელფასის დაბალი შედარებით არაზღაურება და მაგის გამო მეტად ევროპაში, რო არაზღაურებაც მაღალია. და თავისუფალ ზომს ადამიანები თავს ევროპაში რა. გრიგოლ ლილუაშვილი არის კორუფციის ბრალდებით ციხეში. დამაჯერებელი არის თქვენთვის ის ბრალდება, რაც წაუყენეს? მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი სასამართლო ზოგადად იმდენად კორუმპირებულია და არასანდო ადამიანები არიან სასამართლო სისტემაში, რომ შესაძლებელია მათ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჰქონდეს კითხვის ნიშნები. თუმცა კონკრეტულად ამ ადამიანს არ უთქვავს, რომ ეს არის უდანაშაული. თავის ფეხით მივიდა და ჩაჯდა ციხეში. თუ არის მართალი, თქვას რომ მართალია და მსხვერპლი არის. დამაჯერებელია, რა თქმა უნდა, იმდენად რამდენადაც თუ კორუფციაში არ იყო ჩართული, მაშინ არც დააკავებდნენ და არ მივიდოდა საპყრობილებლად. კიდე სხვა ბრალი დააკავებდნენ, დიახ. რა ვიცი, ალბათ ყველა ბიზინა არავის არ იჭერს ასე ამბობენ თვითონ ოცნებაში და ალბათ დანაშაული აქვს და მეტად დაიჭირეს კი. ბოლო პერიოდში ხელისუფლება თავად ალაპარაკდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, საწვავზე და მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებზე. ის აუცრებავ, როგორც იქნა მმართველობის მე-14 წელს დაინახეს ის, რასაც ამ ქვეყნის უმრავლესობა უკვე დიდი ხანია ხედავს.
გაძვირებული ცხოვრება. ამას წინათ ძალიან კარგ ვიდეოს გადავაწყდი სოციალურ ქსელში, სადაც ახალგაზრდა დედა ითვლიდა თუ რამდენი ჯდება საქართველოში 2 წლამდე ახალშობილის გაზრდა 1 წლის განმავლობაში. იცით რა ჯდება საქართველოში 2 წლამდე ბავშვის გაზრდა? 15,000 ლარი. დიახ, არ მოგესმათ. და მე ამბობენ, რომ პრობლემა აზროვნებაშია. მოდი ახლა ამას პოლიტიკურად კი არა, ჩვენი ჯიბის პერსპექტივიდან ადამიანურად შევხედოთ და ერთად დავთვალოთ. ავიღოთ ძალიან ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც მამა მუშაობს, დედა სახლში და ბავშვი ზრდის. არ ყავს ძიძა, არც კერძო ბაღში დავდივართ და ველაფერს აქციების დროს ფასაკლებაში ვყიდულობთ. ამ ახალგაზრდა დედის თანახმად, კვება აფთიაქიდან 200 ლარი ღირს. კვება მარკეტიდან 280 ლარი. აუცილებელი ჰიგიენა და პამპერსები 270 ლარი. აუცილებელი მედიკამენტები 170 ლარი. ესეც უკვე 920 ლარი. ამას უნდა დავუმატოთ ექიმი, ანალიზი, სათამაშო, ჩასაცმელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები და ეს ყველაფერი უკვე წლიურად 15,000 ლარს ცდება. რას ფიქრობთ, რამდენი ოჯახია საქართველოში ისეთი, რომელსაც წელიწადში 15,000 ლარის დახარჯვა შეუძლია ბავშვის გაზრდაში, ისე რომ ოჯახის სხვა წევრებმაც ადეკვატურ პირობებში შეძლონ არსებობა. სანამ ბავშვის გაჩენა ფინანსური რისკი იქნება საქართველოში, მანამდე შობადობა ვერანაირად ვერ გაიზრდება. ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ. თუ მაგალითად 2021 წელს 34 ცალიანი ბავშვის პამპერსი მაღალი ხარისხის ღირდა 33 ლარი, 2025 წელს იგივე პამპერსის ფასი 50 ლარი. ხოლო იმავე წელს თუ ოდნავ ბიუჯეტური პამპერსი 82 ცალიანი დაახლოებით 45 ლარი ღირდა, 2025 წელს ამ პამპერსის ფასმა 70 ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში 60%-ით გაძვირდა უძრავი ქონების, ქირისა და გირავნობის ხარჯებიც. ხოლო ბოლო 5 წელიწადში საქართველოში პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებზე ფასები საშუალოდ 50%-ით გაიზარდა. კვერცხის მაგალითი ნათლად აჩვენებს აი ამ დინამიკას. მაგალითად, თუ 10 ცალიანი კვერცხის ფასი 5 წლის წინ 3 ლარი და 75 თეთრი იყო, იგივე კვერცხის ფასი დღეს დაახლოებით 6 ლარია. ამავე პერიოდში 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირდა არაერთი სახელმწიფო სერვისიც. ასე მაგალითად, თუ კი ბიომეტრიული პასპორტის აღება 2021 წელს 100 ლარი ღირდა, დღეს ეს ფასი 150 ლარია. თუ ID ბარათის აღება 30 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი გაორმაგდა და 60 ლარია. გახუთმაგდა პარკირების 10 ლარიანი ჯარიმა თბილისში და გაორმაგდა თითქმის ყველა საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ჯარიმის ოდენობაც. სულ ახლახანს 30%-ით გაძვირდა დენის გადასახადიც. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ ცხადი გახდა, რატომაც მცირდება შობადობა საქართველოში. არანაირი იდეოლოგია, არანაირი მოგონილი მიზეზები, ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. ამის მთავარი მიზეზი საქართველოში არსებული ტოტალური კორუფცია და მის შედეგად არსებული სოციალური უთანასწორობა და მომავლის შესახებ სრული აპათიაა. სხვათა შორის, თუ კი ბოლო 30 წლის განმავლობაში შობადობა ოდესმე აღმავალ ტრენდზე იყო, ეს ყოველთვის ემთხვეოდა საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებასა და ამით გამოწვეულ ოპტიმიზმს ხალხში. სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ დემოგრაფიული აღმასვლა 2-ჯერ მოხდა საქართველოში 2003-2009 წლებში და 2014-2015 წლებში, რა დროსაც შობადობა 45,000-დან 56,000-მდე გაიზარდა. 2014-2015 წლებში შობადობამ საერთოდ პიკს მიაღწია და წელიწადში საშუალოდ 60,000 ბავშვი ჩნდებოდა. შობადობის დაღმასვლა 2020 წლიდან იწყება და შეუქცევადად გრძელდება დღემდე. 2020 წლიდან დღემდე წელიწადში საშუალოდ 6,400 ადამიანით უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება. სწორედ 2020 წლიდან ჩაუყარა ბიზნესმენმა ამ სახელმწიფოს ინსტიტუტების სრულ მიტაცებას საფუძველი. სწორედ 2020 წელს გაყალბდა არჩევნები პირველად იმ მასშტაბით, რომელმაც საარჩევნო შედეგები არსებითად შეცვალა. სწორედ 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე ივანიშვილი განუხრელად ასუსტებს და პირად სამსახურში აყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. სწორედ 2020 წელი არის ამ ქვეყნის მიტაცებისა და კორუფციის მასშტაბის მასობრივი ზრდის ათვლის თარიღი, რომელიც ემთხვევა ამ ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი მიგრაციისა და შობადობის შემცირების ტენდენციებსაც. გამოსავალი არსებობს. გამოსავალი ამ ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლება, თანასწორი სოციალ-ეკონომიკური გარემოს შექმნა, ოპტიმიზმისა და უკეთესი მომავლის რწმენის დაბრუნებაა მოქალაქეებში. ინტეგრაცია დასავლურ ორგანიზაციებში, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკის დაბრუნება და მერიტოკრატიაზე. ესე იგი, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის შექმნა იქნება წინაპირობა ამ ქვეყანაში შობადობის ზრდის, ემიგრანტების უკან დაბრუნებისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების. ისიც უნდა ითქვას, რომ კონკრეტულად შობადობის წასახალისებლად აუცილებელია 2 წლამდე ბავშვებისთვის პედიატრთან ვიზიტი და შესაბამისი მედიკამენტების მიღება იყოს უფასო. რასაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს. ახალდაოჯახებულ წყვილებს უნდა ჰქონდეთ საგადასახადო შეღავათები, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი ბანკში, რათა შეძლონ საცხოვრებელის ყიდვა, მოწყობა და ბავშვისთვის ადეკვატური გარემოს შექმნა. ეს მოდელები უკვე ბევრგან არსებობს სოფლიოში და ის მუშაობს. იმუშავებს საქართველოშიც, როგორც კი ამ ქვეყანაში უმრავლესობის ხმა გაგონილი იქნება. კორუფცია დამარცხდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება. მე ვარ დავით ფშავანაძე, ეს არის პლატფორმა უმრავლესობა, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და გამოგვიწერეთ ყველა სოციალურ პლატფორმაზე.